მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ ვიმყოფები ბრიუსელში. ცოტა გვიან მომიწია ჩამოსვლა. ალბათ დიდხანს არ გავჩერდები, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ერთი ბლოგის ჩაწერა მოვასწრო. დიდი ხანი მინდოდა სიმართლე გითხრათ ამ ბლოგის ჩაწერა, მაგრამ აქამდე ვერ მოხვდი ამ ქალაქში, ამიტომ ახლა მინდა შემოგთავაზოთ. მოკლედ ჩვენ ქართველებს ხშირად გვეუბნებიან იმას, რომ თურმე ჩვენ ქვეყანაში თუნდაც სამუზეუმო ექსპონატად გორში სტალინის ძეგლის დადგმაც კი არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს ადამიანი იყო დიქტატორი, ბევრი ხალხი დახოცა, აბსოლუტური ბოროტება და მთელი ამბები რა. კარგად იცით ეს ყველაფერი. ამიტომ მე მინდოდა მეჩვენებია ქართული საზოგადოებისთვის ბრიუსელში, ევროკავშირის დედაქალაქში, ბელგიის დედაქალაქში, მოკლედ პლურალიზმის, ჰუმანიზმის, სიკეთის და რა ვიცი, დემოკრატიის გულში ვისი ძეგლი დგას და როგორ ამაყად. არ ვიცი, ვინმე მიცის, არ იცის ამ არსებობის შესახებ საერთოდ, ისტორიის შესახებ. ეს არის ბელგიის მეფე ლეოპოლდ მეორე, რომელიც 1965-1909 წლებში ცხოვრობდა და მართავდა ბელგიას, იყო ბელგიის მეორე მეფე, მისი მამა იყო ლეოპოლდ პირველი და ლეოპოლდ მეორე იყო ეს. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანი არის აბსოლუტური ბოროტება, ყოველგვარი ეჭვის შეტანის გარეშე, საკამათოც კი არ არის და ძალიან მოკლედ მინდათ განგემართოთ თუ რატო. დააკვირდით ახლა ჯერ თვითონ პოცდამენს ძეგლი ახლაც შეურაცხყოფილი არის, სტიკერები აქვს გაკრული, ხოლო მის პედესტალს ახლაც აქვს კვალი იმისა თუ რატომ ახდენენ ამ ძეგლის შეურაცხყოფას უბრალო ადამიანები. თავად ბელგიის მოქალაქეები და ითხოვენ ამ ძეგლის აღებას. ეს არის ხალხის მოთხოვნა და რა არის ამ ყველაფრის მიზეზი. მოკლედ, ეს ვაშკაცი რო წამომჯდა რა აგერა არსენა მარაბდელივით ცხენზე დააკვირდით, წითლათაც არის შეღებილი არაერთხელ. რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? იმიტომ რომ ეს ადამიანი იყო სამარცხვინო ადამიანი და მისი მმართველობის პერიოდი იყო სირცხვილი, თუმცა სირცხვილი ცოტა კიდე სუბუქად ნათქვამი არის. ეს იყო კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე უბოროტესი პერსონა. მოკლედ, რომ გითხრათ თუ რატომ და რანაირად, ლეოპოლდ მეორე იყო ბელგიის მეფე, რომლის პირად სარგებლობაშიც იყო აფრიკის რესპუბლიკა კონგო, რომელიც მდიდარი იყო კაუჩუკით და ლეოპოლდის ბრძანებით ყველა კონგოელი მამაკაცი ვალდებული იყო მთელი მისი ცხოვრების მანძილზე ლეოპოლდისთვის ემუშავა და გადაეხადა გეგმა. შეესრულებია გეგმა და სიცოცხლის ბოლომდე ეხადა ლეოპოლდისთვის გადასახადი. მე რომ გითხრათ, ესე იგი უბრალოდ სტატისტიკურ ციფრებში, რიცხვებში, გაცრავად, რაზე არის აქ საუბარი? როდესაც ამ ვაჟბატონმა ჩაიბარა კონგო კოლონიზაციისთვის, მაშინ კონგოს მოსახლეობა შეადგენდა 30 მილიონს, ხოლო ლეოპოლდის მმართველობის პერიოდში 20 წლის მანძილზე კონგოს მოსახლეობა განახევრდა და 15 მილიონი გახდა. ამ ხალხის, ასე რომ ვთქვათ,
განადგურება გამოიწვია ლეოპოლდ მეორის გატარებულმა პოლიტიკამ კონგოში, რომელსაც ქვია შრომითი ექსპლუატაციის გენოციდი. აი ეს ამ ძეგლის უკან არის ბელგიის მეფის სასახლე, სამეფო რეზიდენცია არის, რომელიც დაცულია და შემოღობილი არის. მოკლედ იმ პერიოდში ძალიან, ესე იგი, მოთხოვნადი იყო კაუჩუკი, იმიტომ რომ კაუჩუკის საშუალებით ახდენდნენ ავტომობილების საბურავების წარმოებას, ახალდაწყებული იყო ყველაფერი კაცობრიობის ისტორიაში. აი ეს ვაჟბატონი იყო ამ ყველაფრის მფლობელი. მოკლედ, მან შექმნა და დაარსა კეთილშობილური ზრახვებისთვის ვითომ აფრიკის კვლევის ინსტიტუტი, რომელშიც გააერთიანა ვითომ და მეცნიერები, ვითომ და ესე რომ ვთქვათ, საზოგადო მოღვაწეები, რომლის მიზანიც იყო გაჭირვებული აფრიკელი ხალხის დახმარება და კურნალობა, კვლევა, შესწავლა იქ მაშინდელი მდგომარეობის, ავადმყოფობის ვითომ და აი როგორც სოროსი არსებდა საქართველოში ეს ორგანიზაცია ფუჩუებს, კუტუებს და თურმე ქართველების ფიქრით და დარდით რომ არ იყო დღედაღამე. ამ ყველაფრის საფარ-ქვეშ შექმნა კონგოს ათვისების სისტემა, რომელსაც დაარქვა კონგოს თავისუფალი სახელმწიფო და 20 წლის მანძილზე, თუ უფრო მეტი არა, შეიძლება მეშლებოდეს ახლა ზუსტად თარიღები, ახდენდა კონგოს ათვისებას. ანადგურებდა მოსახლეობას, სარგებლობდა იქაური რესურსებით, ხოლო სიკვდილი იმისთვის, ვინც ლეოპოლდის ბრძანებას არ დაემორჩილებოდა, ყველაზე, ასე რომ ვთქვათ, დაბალი სასჯელი იყო. მათ აჭრიდნენ ხელს, ფეხს, კიდურებს და აი ამ დღეში ტოვებდნენ ადამიანებს. იყო შემდეგ შემთხვევები, უამრავი შემთხვევები იყო, რომ როდესაც კონგოელები იმისთვის, რომ გათავისუფლებულიყვნენ, ასე რომ ვთქვათ, ლეოპოლდის მიერ დადებული სასჯელისგან, ანუ გეგმის შესრულებისგან, თავადვე იჭრიდნენ ხელს, ან იყო შემთხვევები, როდესაც სოფელს ესხმოდა და კლავდნენ ადამიანებს და შემდეგ აჭრიდნენ ხელს და ამ მოჭრილ ხელებს უგზავნიდნენ კოლონიზატორებს, რომ აი ეს იყო მტკიცებულება საიმისოდ, რომ ადამიანები დრები არიან, ეს მტკიცებულება იმისთვის ჭირდებოდა ლეოპოლდის ჯარისკაცებს, რომ მათ შემდეგ ეს მოკვეთილი კიდურები გაეგზავნათ და განახარჯი ტყვია-წამლის აეღოთ. თავად ლეოპოლდი კი ამბობდა, რომ აი როგორც ცინიკოსი იყო, ამბობდა ეს რაღაცას, რომ ყველაზე ღირებული რაც აქვთ მონებს, ეს არის ხელი და მოდი ხელს ნუ მოჭერით სხვა ადგილები. მოკლედ ეს ადამიანი ამ ხნის მანძილზე ძარცვავდა, ანადგურებდა, აწამებდა ადამიანებს. შემდეგ დროთა განმავლობაში მოხდა, რა თქმა უნდა, ვერ დაიმალებოდა ამდენი სიბინძურე და ბოროტება, რასაც ის ჩადიოდა და იქნა სხვადასხვა ისტორიული პერსონების მიერ, მათ შორის მარკ ტვენის და არტურ კონან დოილის მიერ გამოსაჯაროებული ეს ყველაფერი იყო ჟურნალისტური გამოძიება, მორალესის მიერ ჩატარებული, ასევე აფროამერიკული წარმოშობის ამერიკელი იყო, რომელმაც სულ თავიდან დაიწყო, გვარი არ მახსოვს ზუსტად, ამ ვაჟბატონის ნავაშკაცარის აქციელების გამოსაჯაროება, რომ სოფლიო საზოგადოებამდე მისულიყო ეს ყველაფერი, აქ ევროპაში ვითომ ეს ყველაფერი არ იცოდნენ. თავად კიდევ ეს ვაჟბატონი იყო პედოფილი,
პედოფილიური გადახრები ქონდა. მე ბოლოს 16 წლის, თვითონ 67 წლის იყო, 16 წლის კახვა მოიყვანა, ქუჩის კახვა მოიყვანა ცოლად. მას დაუტოვა მთელი ეს ქონება და ყველაფერი ბოლოს და ერთი წლით ადრე გარდაცვალებამდე უკვე როდესაც არ დაიმალა 15 მილიონი ადამიანის მკვლელობა და განადგურება, ლეოპოლდმა ადგა და თავისი პირადი კოლონია გადასცა ბელგიას სახელმწიფოს, ასე რომ ვთქვათ, კოლონიზირებაში და შემდეგ უკვე ბელგიის თვითონ სახელმწიფო ახდენდა ამ ყველაფერს, მანამდე კი მეფის პირად კუთვნილებაში იყო. გაგრძელდა ეს 60-იან წლებამდე, ბელგიელები ძალიან გართულები იყვნენ და დამტკბრები იყვნენ, ასე რომ ვთქვათ, კონგოს კოლონიზაციით იქამდე 1956 წლამდე ბელგიაში არსებობდა ადამიანების ზოოპარკი, საიდანაც ჩამოყავდათ კონგოელები და აჩვენებდნენ ცივილიზირებულ დასავლეთს თუ როგორი ესე იგი იყვნენ შავკანიანი ადამიანები და ადამიანები მიდიოდნენ და როგორც ცხოველებს ნახულობდნენ, ისე ნახულობდნენ კონგოელებს. ეს 1956 წელია, როდესაც ევროპაში დამარცხებული არის ფაშიზმი, ბელგიაში ეს მიმდინარეობს. აი ახლა ამ მომენტისთვის დიდი სიამაყით დგას ეს ძეგლი. უკან არის სამეფო სასახლე, ხალხი ითხოვს, სამართლიანად ითხოვს ამ ძეგლის აქედან აღებას. ყოველ შემთხვევაში ალბათ სასახლეში მაინც გადატანას. არ ვიცი, ძეგლი უნდა იდგეს თუ არ უნდა იდგეს, ეს ცოტა სადაო საკითხი არის. ერთხელ ისტორიული პერსონაა და ძეგლის აღება არ აღებით ამ ყველაფერს ვერ წაშლის ვერავინ. ალბათ უნდა იყოს, მაგრამ თვითონ სასახლეში უნდა იყოს შიგნით და არა ესე გარეთ ხელის გულზე წამოჭიმული. ეს ვაჟბატონი იყო ლეოპოლდი. ამწუხარით. ასე რომ სანამდე სტალინის ძეგლის ამას მოახდენდნენ საქართველოში, დაფიქრდნენ რომ ევროპაში ისიც დედაქალაქში, ევროკავშირის დედაქალაქში ასეთი სისხლის მსმელი ადამიანის ძეგლი დგას და ეს არის სირცხვილი. აი აქედან არის დაახლოებით კილომეტრი ნახევარში ევროკავშირის პარლამენტი, რომელ პარლამენტშიც ჩვენ გვესაუბრებიან ადამიანის უფლებებზე, სხვადასხვა რაღაცებზე, დემოკრატიაზე და ასე შემდეგ. თავად კიდე აი აქ გვერდში ყავთ წამოჭიმული ლეოპოლდა. აი ასე ხდება შიგ ევროპაში, ჩემო კარგებო და ეს არ არის ჩემი მოგონილი, ეს ფაქტია. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ასეთი ძეგლები ლეოპოლდის რამოდენიმე იქნა აღებული, თუმცა არის კიდე საკმაოდ ბლომად არის, ბრიუსელშიც არის კიდე მეორე ძეგლი არის. ასევე არის ერთი დიდი მემორიალივით გაკეთებული, სადაც უფრო ჰოლანდიის საზღვარზე არის, სადაც წარწერაა, რომ თურმე ლეოპოლდმა, როგორც ესეთმა კეთილშობილმა ადამიანმა, მთელი მისი ცხოვრება მიუძღვნა აფრიკელი ადამიანების სიკეთეს და ეს ადამიანების სიკეთე თურმე ისეთი რამ იყო, რომ ამართლებდნენ ამ ყველაფერს ხელის და ფეხის მოკვეთას ამართლებდნენ იმით, რომ თურმე ისე ზრუნავდნენ კონგოელებზე, ეს ქირურგიული ჩარევის შედეგად კონგოელების სამკურნალოდ იყო შექმნილი. აი ესეთი სიბინძურეები იწერებოდა მაშინაც ესეთი იყო ეგრეთ წოდებული დემოკრატიული პრესა, ეგრეთ წოდებული დემოკრატიული შიგ ევროპა და აქ ახალი არაფერი არ ხდება. ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში აქ გასაკვირი არაფერი არ არის. ესე იგი ჩვენ ქართველებმა დავფიქრდეთ ბევრ რაღაცაზე. აი ამის დროს მოსახლეობა 15 მილიონით მცირდებოდა და აი იმას ვისაც დიქტატორს და უბედურს და იმას ეძახიან საქართველოში
მისი მმართველობის შედეგად საქართველოს და არა მარტო საქართველოს მოსახლეობა გაორმაგდა. და სხვათა შორის არც ერთი ქვეყნის ხარჯზე. და თვითონ არ წაუღია ყველაფერი. ყავდა ამას მე ერთი პედოფილი იყო თქვი და ერთი ძუნკალა ყავდა 16 წლის, რომელსაც დაუტოვა მთელი ქონება, ეს მეორე ცოლი მისი, მთელი ფული და ქონება და გააგრძელა გემრიელად ცხოვრება. მასთან სირცხვილი და, რა ვიცი, თავის მოჭრაო რო იტყვიან. აგერა გამოვიდეს რომელიმე შიგევროპელი და მითხრას რომ ეს 100 არაა და მე ამ ყველაფერს ვიგონებ და ასე შემდეგ. ამიტომ დავფიქრეთ ბიჭიკო, ჯობია ქართველები ბევრ რაღაცაზე დავფიქრეთ. მინდა ახლა ძალიან გამიგრძელდეს, მე თუ ვინმეს დააინტერესებს, თავადაც შეუძლია ინფორმაცია იხილოს ლეოპოლდის შესახებ და რაღაც მომდევნო ლაივებში შემიძლია პასუხი გავცეთ, თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდება. აი შიგ ევროპიდან. ეს ჩვენი უკნიდან განათლებულები კვირაში ერთხელ მაინც არიან ბრიუსელში, მაგრამ ამას ვერ ხედავენ. კარგად ზანდებოდეთ.